გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო. აი დღეს პარასკევია 4 საათი და ისევ შევხვდით ერთმანეთს. ჩემ გადაცემაში 50+ ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ და აუცილებლად უნდა გვისმინოთ რადიო სივრცის სიხშირეზე 98.5 და კახეთში 102 და 3 და ასევე თვალყური უნდა გვადევნოთ ჩვენ Facebook და YouTube არხებზე. დღეს მინდა რომ ვილაპარაკოთ ისეთ თემაზე, რომელიც აუცილებლად გვაინტერესებს 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრჯერ მომისმენია, რომ აი 50 წელს გადავცილდი და რაღაცა ცხოვრება თითქოს უფერული ხდება, ნერვიულობთ, შფოთავთ, ნაოჭებზე, ჭაღარაზე, ძალიან ბევრისგან მომისმენია, რომ თითქოს აი ჩაცმის სტილიც უნდა გამოვცვალოთ, ვეღარ ჩავიცმევთ, ესე მოკლეა, ვიწროა, ვაიმე მოხდილია, მეც ძალიან არ მსიამოვნებს ესეთი რაღაცები და ამიტომ დღეს ჩემმა სტუმარმა, რომელსაც ცოტა ხანში წარმოგიდგენთ, როდესაც მივწერე თუ რა თემაზე მოდიოდა სასაუბროთ, ისეთი საოცარი ფრაზა მითხრა, რომ 50 წელი ახალი 30-ია, რომ აი, რა ვიცი, ისე მომეწონა, ისეთი ბედნიერი ვარ. და დღეს სწორედაც ვისაუბრებთ ამ თემაზე, რომ 50 ახალი 30-ია და ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიე ჩემი დიდი ხნის მეგობარი, უმშვენიერესი ქალბატონი, PR-ის სპეციალისტი, მრავალმხრივ გამოცდილი და ესთეტიკურ მედიცინაში ძალიან ღრმად ჩახედული და გარკვეული ქეთი მაჭავარიანი. გამარჯობა ქეთი. როგორ მიხარია რომ ამ სტუდიაში ხა შენთან ერთად ვზივარ და ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ხო და ქეთი, ეხა ესე რომ გამახარე და გამაბედნიერე, ესე უნდა გავაბედნიეროთ ჩვენი 50 წელს გადაცილებული მსმენელები და უფრო ღრმად ჩავშალოთ ეს ფრაზა რას ნიშნავს 50 ახალი 30. იცი რა, მე ის ვფიქრობ ხოლმე და 30-ს რაც გადავცილდი, მით უმეტეს ეს ძალიან შინაგანად გავითავისე, გავიაზრე და დავწმუნდი, რომ ეს ესია, რომ ნახე 30 წლის ასაკში, ანა 30 წლის ასაკამდე ქალი არის რაღაცა სოციუმის მოლოდინების, კარიერის ძიებაში, არის რაღაცა ოჯახური თავგადასავლების ლაბირინთებში მოკლედ გახოვლი და ხშირად არის ხოლმე, რომ რაღაცებში არ არის ჩამოყალიბებული. 50 წლის ქალბატონს აქვს უკვე რაღაცა შინაგანი თავისუფლება და ეს უბრალოდ ეს შინაგანი თავისუფლება აძლევს უფრო დიდ ენერგიას, უფრო დიდ მიზანდასახულობას, უფრო მეტ თავის სიყვარულს და ამ ყველაფერს მიყავს ახალ 30 წლამდე 50 წლის ქალბატონი, იმიტომ რომ ნახე სულ სხვანაირად თვითდაჯერებული და სულ სხვანაირად დიდი სიყვარული აქვს საკუთარი თავის, რაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ასაკში, მაგრამ სამწუხაროდ 30 წლის ასაკში ეს თავის სიყვარულის მძაფრად არ არის მოკლედ გაჟღენთილი. აქედან გამომდინარე 50 წელი არის ახალი 30, იმიტომ რომ სხვა ენერგიებით, მიზანდასახულობით, შინაგანი თავისუფლებით და აი რაღაცა გამორჩეული თავის სადმი სიყვარულით იწყებ ყველაფერს მოკლედ თავიდან. და ალბათ აი უფრო ახლებურად აღვიქვამთ უყურებთ ჩვენს ხელს, იმიტომ რომ მე მაგალითად ახალგაზრდობაში უფრო კრიტიკული ვიყავი ჩემი თავის მიმართ. აუცილებლად ესეა, შეხედე 50 წლის ქალბატონი, ასე რომ ვთქვათ, თავის ხელს გადასაკეთებელ ობიექტად აღარ აღიქვავს. ნახე, ის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ენერგიული, ჯანმრთელი და მოვლილი. ის სულ სხვა სიყვარული და პატივისცემით ეკიდება საკუთარ სხეულს და ორგანიზმს, ვიდრე 30 წლამდე გოგო, რომელიც სულ κρიტიკის ქარცეცხლშია საკუთარ თავთან. ის არ მოწონს, ის მართალია, სულ რაღაცა ქირურგიული ჩარევისკენ მიდის. აი ეს ხარ შევიცვალო, ეს ცოტა დიდი მაქვს, ეს ცოტა პატარა, ეს ჩამოწელილი, ის ანუ ეცებს ძალიან ბევრ რამეს და აკრიტიკებს საკუთარ თავს და 50 წლის ქალბატონი ასე არ აკეთებს, იმიტომ რომ მას უკვე თავი მიღებული აქვს ისეთი როგორიც არის, უყვარს თავი უპირობოთ ისეთი როგორიც არის და უკვე გადავასულია იმაზე როგორ მოუაროს აი ამ თავის სხეულს ისე რომ იყოს უფრო ენერგიული, უფრო ჯანმრთელი და რა თქმა უნდა მოვლილი და ძალიან მნიშვნელოვანი მომხიბვლელი თავისთავად ისედაც ყველა ასაკში განსაკუთრებით 50+ ქალბატონები ჩემთვის განსაკუთრებით.
მომხიბლელები არიან. ეხა ერთი შეკითხვა მაქვს ქეთი, ანუ რა თქმა უნდა 50+ ასაკიდან თავის მოვლის რუტინაც გვეცვლება, ეხა მეც მაგალითად ვცდილობ, რომ როდესაც უკვე ან მჩუქნიან, ან ვყიდულობ თავის მოვლის საშუალებებს ეწეროს, ანუ ასაკის საწინააღმდეგო, ნაოჭ საწინააღმდეგო ხიალურით იყოს გაჯერებული და ჩემდა სამწუხაროდ ეს ასაკობრივი რუტინა ბევრად უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე აქამდე იყო და ამიტომ აუცილებელია ხო რომ შევცვალოთ ეს თავის მოვლის რუტინა 50 წლის ზევით. იცი რა, გვინდა არ გვინდა ჩვენი კანი კარგად კოლაგენს 30 წლის შემდეგ და უკვე უნდა გადავიდეთ სხვა რუტინაზე. ნუ გარეგანი მოვლის საშუალებებში რა თქმა უნდა ვამატებთ სხვადასხვა მოვლის საშუალებებს, როგორც არის რეტინოლები, პეპტიდები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ კანი ძალიან აქტიურად კარგავს კოლაგენს, განსაკუთრებით ნუ 30-დან იწყება და 25 წლიდან, მაგრამ ნუ 40 წლის შემდეგ უკვე ეს საკმაოდ კაისი აისახება კანზე. და აქედან გამომდინარე უკვე უნდა შემოვიტანოთ ისეთი პროცედურები, რომლებიც ანუ უკვე შემოდის ესთეტიკური მედიცინა, ესე ვთქვათ და ეს ესთეტიკური მედიცინა რა თქმა უნდა დავახმაროთ. თან ახლა ჩვენი ბაზარი მე მგონი გაჯერებულია უკვე ისეთი პრეპარატებით, რომ როგორც ამბობენ ხოლმე კოსმეტოლოგები, ქირურგიულ ჩარევასაც კი ცვლის და აი ეს ორი პრეპარატი მინდა გკითხო, რომელიც აი ყველა გამოყოფს, ეს არის სკულპტრა და მორფეუს 8 და აი აბა რა სიტყვი ამ პრეპარატებზე? აი ხო, ერთია პრეპარატი, მეორეა პროცედურა აპარატურული მორფეუსი. ნახე, ადრე იცი რა, სკულპტრა გამიგია და ეს მორფეუსი ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ქეთი ძალიან ხშირად მეპატიჟება სხვადასხვა სახის მოვლის პროცედურებზე და ყოველთვის საოცარი შედეგი აქვს და აი ახლა პირდაპირ ეთერში უნდა გამოვტყუო მორფეუსზე დაპატიჟება. აუცილებლად, იმიტომ რომ მორფეუსი მე ვფიქრობ, რომ ყველას უნდა მქონდეს გაკეთებული იმდენად ეფექტური და კარგი. აუცილებლად, ახლა მოვჩები თუ არა იმ წამსვე ჩამწერს ჩვენს კლინიკაში. რა თქმა უნდა. მოკლედ, რა არის ახლა მე რას აღვნიშნავ, რომ ადრე იყო ძალიან ესეთი არაბუნებრივი ჩარევები გარეგნობაში ხოლმე ფილერით ვიცვლიდით ყრიმალს, ტუჩს. 21 საუკუნეში უკვე მეცნიერებით, ესთეტიკოსებით და ჩვენც მომხმარებლებიც მივედით იმ დასკვნამდე, რომ ესეთი ხელოვნური ძალიან ჩარევები ძალიან ჩვენ თავსთან გვაშორებს და არ ანუ მეს გვაშორებს, მოკლედ და ხვდებით ყველა ერთნაირი. აქედან გამომდინარე, ზედმეტი ფილერისგან შეშუპებული სახეები, რამდენი გამომდინარე, ან მეცნიერებმა შეიმუშავეს ისეთი პროცედურები, ისეთი აპარატები, რომლებიც საკუთარი სხეულის ხარჯზე ახალგაზრდავებს შენს კანს. ანუ იმ თუნდაც რო ვახსენეთ სკულპტრა, ეს არის პოლიძერმჟავა, რომელიც არის ძლიერი ბიოსტიმულატორი და აიძულებს ჩვენს კანს, რომ გამოიმუშაოს კოლაგენი. კოლაგენი ხო ჩვენს ახალგაზრდობაზე არის პასუხისმგებელი და შესაბამისად, კოლაგენი, როდესაც გამომუშავდება ჩვენს კანზე, ის რა თქმა უნდა, მე ახალგაზრდობასაც ინარჩუნებს, იხანგძლივებს, კანი ხდება 1 ტონის, ლიფტინგია ძალიან კარგი და ასე შემდეგ და ეს შედეგი სხვათა შორის 2 წლამდე ნარჩუნდება. ანუ ჩვენივე სხეულის რესურსით ვიახალგაზრდავებთ კანს და არ ხდება რაღაც მოცულობების შეცვლა და ჩვენი გარეგნობის გარდასახვა და საერთოდ სხვა ადამიანად შექმნა. და რაც შეეხება მორფეუს 8-ს, ისიც 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პოპულარული პროცედურა მსოფლიოში, იმიტომ რომ აი მრავალი ნემსები კანის სიღრმეში რადიოსიხშირის ენერგიით გადაცემს მოკლედ კანს და გამოიმუშავებს ესეც კოლაგენს. ანუ კოლაგენის სტიმულატორია და ანუ ესეც გვაიძულებს, რომ საკუთარი რესურსის ხარჯი რაც ორგანიზმს გააჩნია, რომ კანი უფრო გაახალგაზრდაოს, ლიფტინგის ეფექტი ქონდეს, ერთგვაროვნება ქონდეს, გამოყოს ოვალი და ასე შემდეგ. ანუ ორივე პროცედურა, რომელიც არის ესეთი მოთხოვნადი და პოპულარული, გვაიძულებს ჩვენს კანს და ორგანიზმს აიძულებს, რომ თვითონ თავისივე რესურსით გამოიმუშავოს. ანუ აღარ ხდება რაღაცა ფილერის კონკრეტულ ადგილებში შეყვანა, რაღაცეების მიკერმოკერება იმისთვის, რომ უფრო ახალგაზრდურად გამოვიყურებოდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია ეს. ძალიან, ქეთი, ერთი შეკითხვაც მაქვს, რამდენად ეს ალბათ ძალიან ესეთი
ხშირად ღირებული პროცედურებია და აი რამდენად შეიძლება რომ თქვა აი ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასტეკლებები თუ არის ხოლმე კი რა თქმა უნდა ყოველთვის ჩვენი ხა ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ რომ ყოველთვის ვცდილობთ რა პროცედურაც არ უნდა შემოვიტანოთ და ასე შემდეგ რომ მოვერგოთ ბაზარს მოვერგოთ მასას მოვერგოთ ხალხს ის არ არის ერთეულებისთვის განკუთვნილი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ გვინდა რომ ის ყველა ქალბატონი გამოიყურებოდეს იდეალურად და ის თვითდაჯერებულება მაინც მოდის გარეგნული რა თქმა უნდა 50 რომ იყოს ახალი 30 და ახალი 30 და აქედან გამომდინარე ყოველთვის გვაქვს ხოლმე რა თქმა უნდა კარგი შეთავაზებების კარგი ფასით საბაზროთ იმისთვის რომ შეძლონ ასე თუ ისე ესეთი პროცედურების ჩატარება ეხა მოდი კიდევ ერთ ცოტა უხერხულ თემას შევეხოთ ეს არის 50 წლის შემდეგ ქალის სექსუალური ჯანმრთელობა, ანუ როგორც ვიცით ეს უკვე მენოპაუზის ასაკია და რაღაცნაირი მითები არსებობს და მოდი ვუთხრათ მაყურებელს რომ ეს მითია რომ აღარ არის ქალის სექსუალური, თქვათ აღარ აქვს მოთხოვნილება სექსუალური ცხოვრების, შეგრძნებები ქვეითდება. მე რამდენადაც ვიცი ამ მიმართულებითაც არის რაღაც პროცედურები რომ ყველაფერი მოგვარდეს. აქაც ძალიან განვითარებულია ესთეტიკური გინეკოლოგია. და ესეც მითია ნამდვილად მითია. 50 წლის მერე რო ქალს არ აქვს სექსუალური ცხოვრების მოთხოვნილება და ასე შემდეგ, ეს არის რა თქმა უნდა მითი და ესე არ არის. უბრალოდ რა თქმა უნდა ამ ასაკში იწყება ჰორმონალური პრობლემები, რაც აისახება სხვადასხვა ფიზიკურ პრობლემებზე. შეიძლება იყოს რაღაცა ლიბიდოს დაქვეითება, ვაგინიზმი, ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს ამ ასაკით და ჰორმონალური ცვლილებები გვინდა არ გვინდა მიმდინარეობს ორგანიზმში მაგრამ ეს ყველაფერი რო არ აისახოს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არსებობს პროცედურები ძალიან ბევრი ერთ-ერთი მაგალითად მე გამოვყოფდი და ვახსენებ აუცილებლად ესთეტიკურ მედიცინის ცენტრ ნეონეოში სექსოლოგ მიანგინეკოლოგია ქალბატონი ეკადარესელი რომელსაც ძალიან ბევრი 50 პლუს ქალბატონები ყავს ამ პრობლემებით და ძალიან ბევრი ქალბატონი მოგუმართავს უკვე და მე მიხარია რომ ჩვენს ცნობიერებაში დავიდა ის 50 წლის შემდეგ ცხოვრება უფრო ლამაზია, უფრო მისაღებია და ეს ჩვენი სექსუალური ენერგიებიც უნდა გამოვიტანოთ გარეთ ამ ასაკში. აქედან გამომდინარე ამ პრობლემებს კონსულტაციაზე უკვე წვიტავენ, შეიძლება აპარატურული ჩარევა იყოს საჭირო, შეიძლება ფსიქოლოგიური მიდგომები წვიტავდეს პრობლემას, არც არაფერი პროცედურა არ დაჭირდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე აქ ფსიქოლოგიური მომენტები და გახსნას საჭიროებს ქალბატონი და როდესაც უკვე ამას პროფესიონალთან ამუშავებს, უკვე ეს პრობლემებიც გვარდება, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ფიზიკური პრობლემა, აი ეს აისახება უკვე ქალის თვითდაჯერებულებაზე და ცხოვრების ხარისხზე და აქედან გამომდინარე, რატო უნდა იყოს ეს მოსაზრება და ხო, ნამდვილად მეც არ ვემხრობი, ნამდვილად და ეხა ცოტა ფსიქოლოგიურადაც მივუდგეთ ამას ეს 50 ახალი 30-ია და აი ვთქვათ აი რას ვურჩევდით 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს? რას ვურჩევდი რომ მეც პირადად ხო საკუთარ თავში განხორციელებული ინვესტიცია არის ყველაზე დიდი ინვესტიცია არ შეგეშინდეთ სიახლეების და იმასაც გთავაზობთ უკვე თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა აუცილებლად ცადეთ ეს პროცედურები და დამიჯერეთ ძალიან კმაყოფილები იქნებით და თქვენს თვითდაჯერებულებაზე სილამაზეზე ჯანმრთელობაზე ეს ყველაფერი ძალიან კარგად იმოქმედებს და მე მინდა ვთქვა ისიც რომ სილამაზე ასაკი არ არის სილამაზე არის ის შინაგანი ჰარმონია, შინაგანი დაპერწკალი, შინაგანი ენერგია, რაც ქალბატონებს აქვს და ნახეთ 30 წლიდან ეს ნაპერწკალი უფრო და უფრო ღვივდება და 50 პლუს კაშკაშებს. ეს ყველაფერი მე ამაში დარწმუნებული ვარ და მინდა რომ ყველა ქალბატონმა იკაშკაშოს და გახდეს უფრო თვითდაჯერებული, იმიტომ რომ საკუთარი თავის სადმი სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გვეხმარება ამ ყველაფერში, შესაძაც გავხდებით საკუთარი თავის მიღებლები. მე აუცილებლად მოდის სიყვარულიც და ის ყველაფერი შინაგანი თავისუფლება, მეტი ენერგია, მეტი თავდაჯერებულება, ეს ბუნებრივად მე უკვე ყველა ქალბატონთან მოდის, იმიტომ რომ 30 წლის ასაკში ერთი პატარა ნაოჭიც ისე გსტრესავს და 50 წლის ასაკში რო ვიყურებით, აი ხა მე არ ვარ 50 მე ეხაც უკვე იქ განცდა მაქვს, რომ ეს ჩემი თითოეული ნაოჭი არის ჩემი რაღაცა ისტორია, ჩემი ემოცია და აღარ მსტრესავს ეს ყველაფერი უკვე და აქედან გამომდინარე მინდა რომ ყველა ქალბატონმა ვიკაშკაშოთ.
ვაიმე, უღრმესი მადლობა, კეთი, ესეთი პოზიტიური და ესეთი საინტერესო საუბრისთვის და ჩემო ძვირფასო მსმენელებო, ნამდვილად 50 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა უნდა ვიბწყინოთ, ვიკაშკაშოთ და უნდა ვიყოთ ნამდვილი ვარსკვლავები. კი, 50 ახალი 30-ია. დღეს ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.